დევნილთა ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი პრობლემების გადაწყვეტის პერსპექტივები. ამ თემაზე ტოლულთა დანიის საბჭოს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მინისტრის მოადგილის განცხადებით სახელმწიფოს გააჩნია სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დევნილთა პრობლემების მოგვარების კუთხით, რომელიც უწყებამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით შეიმუშავა. სულთან ხვედრაში არის ის მიდგომები, რაც გააჩნია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელმწიფოს. ჩვენი პრიორიტეტი არ არის მხოლოდ გრძელვადიანი განსახლება, ანუ ადამიანები, დევნილები, ვიდრე დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში, აუცილებელია ღირსეული პირობებში ცხოვრება და ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლის წყაროების გაჩენა. ამ მიმართულებით სამინისტროს სპეციალური სააგენტოც აქვს, გრანტებიც გამოყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება შემოსავლის წყაროების გაზრდის და გაჩენის მიზნით. გრანტების გაცემა როგორც სასოფლო-სამეურნეო კუთხით, ასევე მომსახურების სფეროში და რომ არა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ანალოგიური პროექტები, რომელსაც დღეს ვსჯელობთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მარტო გაუჭირდებოდა გამკლავება ამ პრობლემების მიმართ. კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში დაგეგმილი სიახლეები და ადგილობრივ სერვისებზე დევნილთა წვდომის მექანიზმები. საერთაშორისო კონფერენცია პროექტის დევნილთა ინტეგრაციის კონსოლიდაცია საქართველოში ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც დევნილებთან ერთად ტოლულთა დანიის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის ქულების მინიჭების პროცესი გრძელდება. ტოლულთა განსახლების სამინისტროს ინფორმაციით ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე 2-12 სართულიან კორპუსში საცხოვრებელი ფართი 154 დევნილ ოჯახს გადაეცემა. 154 ბინიდან 72 ერთოთახიანია, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 5227-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. გარდა ამისა, ზუგდიდში დემურიას ქუჩაზე მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 47 დევნილი ოჯახისთვის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლულთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც გავლენა მოახდინა მათთვის მინიჭებულ ქულებსა და მოხდა მათი კორექტირება. სამინისტროს მონიტორინგის განყოფილება კი გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს. ამასთან უზრუნველყოფს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების შესწავლას. მონიტორინგის განყოფილების მიერ გადამოწმებული განაცხადები გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. კომისია კი განიხილავს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის კრიტერიუმების გარეშე, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში. ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. განმარტავენ ტოლულთა განსახლების სამინისტროში. წეროვანის დასახლებაში დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს მელიორაცია წეროვანის დევნილთა დასახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო ქსელის მოწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კილომეტრამდე წყლის მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი. პროექტის დასრულების შემდეგ სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება წეროვანის დასახლების 2000-ზე მეტი ოჯახის 80 ჰექტარის საკარმი და მონაკვეთი. წეროვანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ დევნილთა და განსახლების, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ პროექტის განხორციელების შედეგად 2000-მდე ოჯახს ამ დასახლებაში მიეწოდება სარწყავი წყალი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე 800 ამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტია განხორციელებული. წყინვალე პროექტი განახორციელა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მელიორაციის სამსახურებთან და ეს პროექტი მე დარწმუნებული ვარ თითოეულ მოსახლეს ასე მიაჩნია უკვე აქ დასახლებაში არსებობს, ეს არის საუკუნის პროექტი.